BAG ინდექსის მიხედვით ბიზნესის მოლოდინები მომდევნო 6 თვის განმავლობაში გაუარესდა. რამ განაპირობა მოლოდინების გაუარესება და რის ეშინია დღეს ყველაზე მეტად ქართულ ბიზნესს? ამ და არამხოლოდ ამ თემებზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. რესან ქიქავა, Expo Georgia-ს დირექტორია ჩვენთან ერთად. ბატონ რესან, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ბატონ რესან, თუ ჩვენ გადავხედავთ BAG ინდექსის განახლებულ მონაცემებს, რომელიც სულ ახლახანს გამოქვეყნდა, მომდევნო 6 თვის განმავლობაში ბიზნესს მაინც და მაინც ასე ვთქვათ, პოზიტიური მოლოდინები არ აქვს. ამ მიმართულებით კი უნდა გამოყოთ სამშენებლო სექტორი, რომელსაც ყველაზე ნეგატიური მოლოდინები აქვს მომდევნო 6 თვის განმავლობაში. ეს არის დარგი სამშენებლო სექტორი პრინციპში, რომელსაც სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით სახელმწიფოსგან აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა. ამის ფონზე როგორ გონიათ, რამ განაპირობა ამ ტენდენციისა და მოლოდინების გაუარესება? გამომეორდები ალბათ ისე ვიტყვი, რომ ეს პოლიტიკური გარემოდან გამომდინარე არის ყველაფერი. ვხედავთ, რომ თვითონ მეშეპეშიც ფაქტიურად და არ არის სტაგნაციური მდგომარეობა ამ სექტორში და ცხადია, რომ მოლოდინიც შესაბამისია, როცა პოლიტიკური გარემო გვაქვს ის, რაც გვაქვს, ნებისმიერი ბიზნეს, ნებისმიერი სექტორი პრინციპში ამის ტყვეობაში ხდება, ასე ვთქვათ, ამის ცალკე ვერ დადგება. ამიტომ გვაქვს ის სურათი, რაც გვაქვს. რისი მოლოდინიც სულ ქონდა, სულ ამბობდით და ეს ასე იქნება გარდაუვალია სამწუხაროდ. სულ ახლახანს გამართულ ბიზნესთან შეხვედრაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც ასევე ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. გარკვეული არაერთგვაროვანი რეაქციები ჰქონდა ბიზნესის და კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. მათი ნაწილი მიუთითებდა, რომ ბიზნესს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, ხოლო მეორე ნაწილი საუბრობდა იმაზე, რომ ბიზნესს არაფრის არ ეშინია, ყველაფერი კარგად არის. თქვენი აზრით, ეს გარკვეული არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და პოლარულად განსხვავებული ხედვები ბიზნესის რასთან არის კავშირში? ეს არის იგივე სახელმწიფოსთან დაახლოებული ბიზნესმენების ნაწილი განსხვავებულად ფიქრობს, თუ რა აი ამ პოლარულობის და პოლარული განსხვავების საფუძველსაც შეიძლება ვეძებოთ? რამდენიმე მიზეზია. ერთი არის პოლიტიკური კულტურა, ის რომელიც ჩვენთან არის დამკვიდრებული, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ შენ არ ეთანხმები თქვა ჩემს პოლიტიკას, არ ეთანხმები ჩემს ხედვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი მტერი ხარ, რაც ქვეყანაში უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბდა, ასე თქვა და ეს საბჭოთა გადმონაშთი არის, დღესაც ზუსტად ასე არის. შესაბამისად ნაწილისთვის გასაგებია, რომ ყველა შემთხვევაში უნდა დაეთანხმოს ხელისუფლების მოსაზრებებს. ნაწილი მართლა გულწრფელად ასე ფიქრობს, შეიძლება რაღაც ასეთ შეფასებებს აკეთებს და არის ნაწილი, რომელიც შეიძლება ვთქვათ სხვა შეფასება ქონდეს, მაგრამ ამას ამბობდეს მხოლოდ კულუარებში და შეიძლება პირადადაც რაღაც საუბრებში ამ სცენება იყოს, მაგრამ ნუ ზოგადად ბიზნესი ყოველთვის არის ცდილობს რომ იყოს ოპტიმისტურად განწყობილი, აკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ ადაპტირდეს იმ გარემო პირობებთან, თუმცა არ არსებობს ბიზნესი, რომელზეც გარემო არ ახდენს გავლენას და რომელსაც არ სჭირდება სტაბილური, განვითარებული, კარგი გარემო ბიზნესის საკეთებლად, ანუ თავისუფალი, სამართლიანი და ის ყველაფერი ის, რაც დღეს ჩვენს გარემოს ნამდვილად აკლია. გარემო ახსენეთ და ამ ნაწილში ერთიც მინდა ჩაგეკითხოთ და შემდეგ გადავიდეთ სხვა უფრო ტექნიკურ ნაწილებზეც. მოკლედ გითხავთ, დღევანდელ მოცემულობაში ქართულ ბიზნესს ხვალინდელი არჩევნების, მოსალოდნელი არჩევნების და თუნდაც მისი შედეგების ეშინია გარკვეულწილად, იმიტომ რომ ამაზე კონკრეტული კითხვები დაისვა კონკრეტული ბიზნესმენების მხრიდან და აქაც გქონდა ჩვენ არაერთგვაროვანი პასუხები და დამოკიდებულება. მე ჩემი შეფასება მაქვს ამ პირველი დღიდან ამ პროცესების დაკვირვებიდან გამომდინარე, ახლა ჩემ შეფასებას ყველა კარგად იცნობს, ჩემი შეფასებით ეს არის რუსული სცენარი, რაც ვითარდება ამ ქვეყანაში, რუსული სცენარიდან გამომდინარე ცხადია, რომ ბიზნესისთვის გაურკვეველი თამაშის წესებია, ასე ვთქვათ, გაურკვევლობა არის, რაღაც პერიოდში შეიძლება რაღაცაზე ჩამოყალიბდე, მაგრამ არ არის ეს სტაბილური, ანუ გრძელვადიანად ვერაფერს ვერ გათვლი. განუკითხაობა არის მაგ კუთხით, იმიტომ რომ როცა ანგარიშვალდებულება მოხსნილი გაქვს ყველა, ვთქვათ, რაღაც საერთაშორისო ინსტიტუციასთან და შენი ინსტიტუტები კიდე მთლიანად უნისონში, ასე ვთქვათ, მოქმედებენ, ცხადია, რომ ასეთ პირობებში მთავარი პრობლემა არის გაურკვევლობა. როდესაც გაურკვევლობა
თავს იჩენს, შესაბამისად ნებისმიერი გრძელვადიანი გადაწყვეტილება უკვე ამის გადადება ხდება და ბიზნეს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროს თუ მოქალაქეს, უჩნდება კითხვის ნიშნები და ნერვიულობას იწყებს მომავალთან დაკავშირებით. ეს იწვევს შემდეგ, რა თქმა უნდა, ეკონომიკასაც არტყამს ეს ყველაფერი და ის ციფრები ახლა რაზეც საუბრობენ ეს ეკონომიკური ზრდასთან დაკავშირებით და რო ჩავშლით, ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი. თუ ვენდობით ამ ციფრებს, მაგრამ ამ ციფრების ნდობასთან დაკავშირებითაც გასაგებია ახლა თუ ყველა ინსტიტუტი ერთად მოქმედებს და ვამბობთ, რომ ვისაც ჯერა იმის, რომ ეს რუსული ტიპის მართლობა გვაქვს ქვეყანაში მიღებული, თუ ამას ჩვენ ვენდობით, მაშინ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ციფრებიც არაფერს არ ნიშნავს, თავისუფლად შეიძლება იყოს манипуლირებული. ეს არის მთავარი პრობლემა, როგორც თქვათ, ჩვენ არ შეიძლება რაღაც ციფრებს ვენდოთ ისეთ ქვეყნებიდან, რომ ავტოკრატიული ქვეყნებიდან თქვათ და აი ასეთი ტიპის მართლობის ქვეყნებიდან, რატო უნდა ენდო მაშინ ჩვენნაირი ტიპის ქვეყანას. თუმცა ისიც რომ ჩაშალო, იქაც კარგად ჩანს, რომ არის სექტორები, რომელიც არის თქვათ ICT, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი ზრდა ჩვენს ეკონომიკურ ზრდაში ეგრეთ წოდებულში, ამ ICT-ს არ აქვს რეალური ეკონომიკური ბენეფიტი ჩვენი მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ ის არ აისახება ეს პირდაპირ გადასახადების კუთხით. არის ასევე განათლება, რომელიც უცნაურია და უბრალოდ აუხსნელია, რანაირად შეიძლება განათლების სექტორი დაახლოებით 30% არის გაზრდილი, ანუ რის ხარჯზე არის გაზრდილი, ახლა ექსპერტებს ვკითხულობდი და რაღაც არის მოსაზრება იმასთან, რომ ის ყბადაღებული call ცენტრები, რომელიც ოპერირებს სამარცხვინოდ ჩვენს ქვეყანაში კლავაც და ხდება ეს უკანონობა ჩვენს ღვიძლინ, ფაქტიურად ეს რაღაცნაირად ხდება ამაში. მე არ შემიძლია ბუნებრივია არ მაქვს ამის არანაირი დამადასტურებელი, ასე ვთქვათ, რომ ამაზე ვისაუბრო, მაგრამ გასაგებია, რომ რაღაცა უცნაური ხდება, იმიტომ რომ ხო, არის სხვადასხვა ციფრები, რომელიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ბატონ რესან, დასაწყისში ვახსენეთ ბიზნეს ასოციაციის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და იქ ერთ-ერთ მთავარ საკითხად, ყოველ შემთხვევაში ბიზნესისთვის ხელისშემშლელ საკითხად დასახელდა ბიუროკრატიული ბარიერები. ამ ნაწილში რამდენად იზიარებთ ამ პრობლემას, რამდენად დგას ეს ერთ-ერთი მთავარ პრობლემა დღეს რეალურად ქვეყანაში და აქვე გაიცა დაპირება პრემიერ-მინისტრისგან, რომ ეს პრობლემები უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრებოდა. რამდენად გაქვთ ამისი მოლოდინი, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ახალი პრობლემა არ არის, ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანა ბიუროკრატიულ პრობლემას და ბიუროკრატიულ მანქანას არის შეჯახებული და დღემდე ვერ მოგვარდა. რამდენად გაქვთ მოლოდინი, ერთი რომ ეს მოკლევადაში, ასე ვთქვათ, გადაიჭრება და მეორე რამდენად არის ეს ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს? ეს ბიზნესისთვის ბიუროკრატია ზოგადად არის გამოწვევა, არის პრობლემა და რაც უფრო მოქნილია ამ ხრივ ხელისუფლება და ის ინსტიტუტები მით უკეთესი და აქ უბრალოდ ჩვენ რაც არ უნდა სწრაფი ნაბიჯებით განვითარდეთ, ანუ ფაქტურად აი დაუმთავრებელი პროცესია, ანუ ამის შემცირება შეიძლება აი მართლა გაუთავებლად რაღაც ზღვრამდე რაღაც ეტაპზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ რომ ამას დავადგათ, ბევრი წელი დაგვჭირდება იმის რომ სადღაც მე ეს აუცილებლად გასაკეთებელია. დღეს საუბარი იმაზე რომ ბიუროკრატია არის ბიზნესის მთავარი პრობლემა, ეს არის აი ის რო ჩამოგითვალეთ მიზეზები, რატომაც ბიზნესი ვერ საუბრობს რეალურად რა არის პრობლემა. რეალურად პრობლემა არის ის გაურკვევლობა, რომელიც არის ქვეყანაში. ჩვენ ვარ დაპირისპირებული ცივილურ სამყაროსთან, ანუ ფაქტურად კონფრონტაციულ რეჟიმში ვართ ყველა სახელმწიფოსთან, რომელსაც აქვს პრეტენზია, ასე ვთქვათ, განვითარებულ ქვეყანასთან მსოფლიოში, ეს არის უდიდესი რისკის მატარებელი. ჩვენი არც ერთი ინსტიტუტი დღეს საქართველოში არ მუშაობს და არ აკეთებს თავის საქმეს და ვერ გააკეთებს თავის საქმეს, იმიტომ რომ ის ემსახურება სხვა მიზნებს, ის არ ემსახურება იმას, რაც პირდაპირ გაწერილია მის საქმიანობაში, ასე ვთქვათ, მათ შორის არის სასამართლო და ასე შემდეგ, ანუ ძალიან ბევრი ინსტიტუტია. ასეთ ვითარებაში ბიზნესის კეთება, ეს არის უბრალოდ აი ხვალ რა იქნება, რომ წარმოდგენა არ გაქვს, ანუ შეიძლება ეს კანონიერი გზით თუ უკანონო გზით, ანუ რა შედეგს მიიღებ, წარმოდგენა არ გაქვს. გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად გაწყვეტილი არის ფაქტურად კავშირი იმ
პირდაპირ უცხოური ინვესტიციების კუთხით დასავლურ ქვეყნებთან, განვითარებულ ქვეყნებთან, დასავლურ კომპანიებთან ეს აღარ არსებობს. ეხლა გვეუბნებიან, რომ ეს ამის ჩანაცვლება მოხდება აღმოსავლეთ და მაგაზე ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენც მათ შორის, მე და თქვენც, რომ ეს ასე პირდაპირ ვერ ჩანაცვლდება და იმას სხვა ხარისხი მოყვება და მასეთი ტიპის სახელმწიფოში ცხოვრება ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მათ შორის ის ბიზნესმენები, რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებენ, უბრალოდ არ მოუნდებათ. იმიტომ რომ ეს გულისხმობს სხვა ტიპის მართლობას და ეს გულისხმობს სხვა ტიპის ბიზნესს, რომელიც არ არის სამართლიანი ბიზნესი, არ არის ბიზნესი, სადაც იმარჯვებს უბრალოდ ყველაზე, ასე ვთქვათ, შრომის მოყვარე, ყველაზე რაღაც ინოვაციური და ასე შემდეგ ბიზნესმენი, ანუ იმარჯვებენ ბიზნესები, რომელიც აბსოლუტურად სხვა თამაშის წესებით მოქმედებენ, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, მთელი ჩვენი აღმოსავლეთი მხარე, ასე ვთქვათ, ძირითად შემთხვევაში არასრულად, მაგრამ ამ ასეთი ტიპის მართლობით არის ავსი. ბატონო რესან, ბოლოს კემივდივარ და ძალიან საინტერესო მიმართულება გამოიკვეთა იგივე ზემოხსენებულ ბაგის ინდექსში. ეს არის საკანონმდებლო ბარიერები, რომელზეც ბიზნესი ამახვილებს ყურადღებას. ეს არ არის, ასე ვთქვათ, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ხშირად დასმულ პრობლემად ამას ბიზნესი არ აყენებდა ხოლმე, თუმცა დღეის მდგომარეობით ბიზნესმა ამაზე ყურადღება გაამახვილა. მართალია ის სათავეში არ არის თავარი გამოწვევების, თუმცა ბიზნესმა ამაზე საუბარი დაიწყო. ჩვენც თუ ასევე გადავხედავთ იგივე ქართული ოცნების მმართველობის, ასე ვთქვათ, პერიოდს, ბოლო პერიოდის ყოველ შემთხვევაში, მე როგორც რიგითი ეკონომისტი, ერთი სიტყვით შემიძლია დავახასიათო რეგულაციები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს მივედი იმ წერტილამდე, როდესაც აი ამ საკანონმდებლო რეგულაციებმა ბიზნესს უკვე სერიოზული პრობლემები შეუქმნა და გარკვეულწილად მარყუჟებშია მოქცეული და ბიზნესს უკვე აწუხებს ეს პრობლემა. ნუ რა ბიზნესები გვაქვს ჩვენ ეს ქვეყანაში, მაგაზეც უნდა ველაპარაკოთ, ალბათ დიდ სურათში რომ დავინახოთ, ხო, რა გაუკეთებია ამ ბიზნესებს, ამ ბიზნესების ძალიან დიდ ნაწილს ქვეყნისთვის რეალურად ავიღოთ და შევხედოთ და კარგად დავინახავთ, თქვათ, იქ რა აღირებულების მატარებელია ის ბიზნესები, რომელზეც თქვათ შეიძლება ყველაზე მეტ საუბრობდნენ, შეიძლება ბიუროკრატიაზე, არ ვიცი. მე დიდი პატივისცემით ვარ, რა თქმა უნდა, ყველა ჩემი კოლეგის მიმართ განსჭვალული და კარგად მესმის მათი, იმიტომ რომ რა მდგომარეობაშიც არიან გასაგებია. ხა ისაუბრებენ თქვათ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ბუნებაზე, არ ვიცი, ამინზე და ასე შემდეგ. ოღონდ არ მოუწიოთ საუბარი იმაზე, რაც არის მტკივნეული და რაც შეიძლება მათთვის იყოს დამაზიანებელი. ამიტომ ეს ძალიან კარგად მესმის. რა თქმა უნდა, მაგ მიმართულებითაც არის ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება, თუმცა ქართული ბიზნესიც რა სიმაღლეზე არის, თქვათ და რა გაუკეთა თავის ქვეყანას ამისთანა განსაკუთრებული, მაგაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. მარტო ბიზნესი ცხადია ამაში დამნაშავე არ არის, ამაში დამნაშავე არის, თქვათ, ხელისუფლებაც, რომელიც ძირითად მიმართულებებს აძლევს ბიზნესს. დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ისეთ ტიპის ბიზნესი, რომელიც არ უზრუნველყოფს ამ ქვეყნის გრძელვადი ან მდგრად განვითარებას. ეს არის სწრაფად ფულის შოვნის, აი ნებისმიერ ფასად რო ფულს შოულობ, ასეთი ტიპის ბიზნესები. ეს არ არის არანაირი, თქვათ, ისეთი არანაირი სოცა ამბობ, რა თქმა უნდა, აქ არის გამონაკლისები საბედნიეროდ, მაგრამ ძირითად ნაწილს ჩვენ რო გადავხედოთ, ვინ რა სახის ბიზნესს აწარმოებს, ეს არის ისეთი ტიპის ბიზნესი, რომელიც გათვლილი არის მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაზე, რომელიც რეალურ ეკონომიკურ ზრდას ძირითად შემთხვევაში არ იძლევა, რომელიც ისეთ სამუშაო ადგილებს არ იძლევა, რომელიც რაღაცა აი ჩვენს ქვეყანას გაიყვანდა აბსოლუტურად სხვა ასპარეზზე. დაბალპროდუქტიული დარგები. დაბალპროდუქტიული დარგები, რომელსაც არ საჭიროებს მაღალ კვალიფიკაციას. ბატონო რესან, ძალიან დიდი მადლობა ტრადიციულად საინტერესო მიმოხილვისა და ანალიზისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რესან ქიქავა ექსპო ჯორჯიას დირექტორი იყო ჩვენთან ერთად და საუბრობდით ბიზნესის გაუარესებულ მოლოდინებთან დაკავშირებით.